2000 წელს ჩემმა მეუღლემ ერთ-ერთ ბანკს დაეხმარა ინვესტიციის შეტანაში და თვითონაც იქ მათი წარმომადგენლად იყო. სანამ ეს იგი ვარდების რევოლუცია მოხდებოდა, მანამდე ჩემ მეუღლეს დაუკავშირდა ნაციონალური მოძრაობიდან მათი წარმომადგენელი და ითხოვეს შეხვედრა ჩემ მეუღლესთან ბანკში. როცა მოვიდნენ ისინი, ჩემ მეუღლეს მოსთხოვეს, რომ აი ვარდების რევოლუციას ვაპირებთ და თქვენ უნდა დაგვაფინანსოთ აუცილებლად ვარდების რევოლუცია. ჩემმა მეუღლემ უარი უთხრა მაშინვე, რომ მე ამას ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ მე პოლიტიკურ საქმეებში ვერ ჩავერევის, სახელმწიფო საქმეებში, ესო ჩემიო, არც კანონით მაქვს ამის უფლება და არც მორალურად ვერ ვიზამ ამასო. ეს თარგამაძე იყო, მაშინ გივი თარგამაძე მოსული, რომელიც ძალიან გაბრაზდა ჩემი მეუღლის პასუხზე და ალბათ ეს ის დღე იყო, როცა მათ ჩვენ შავსიაში შეგვიყვანეს. ქალბატონ ნანა, კიდევ კარგი პირობა არ დამიდია, არ ჩაგერევით, თქვა, ამიტომ ჩაგერევით. კარგია რომ გვარი ახსენეთ, როდის იყო ეს და იყო აი რევოლუციამდე დაახლოებით 2-3 თვის წინ. სექტემბერი პირობით 2003 წლის ადრე შემოდგომაზე. უკვე ვაპირებთო რევოლუციას. ხო, უკვე მალე მოხდა რევოლუცია ძალიან. მაგრამ მან იცოდა წინასწარ რომ რევოლუცია, სიტყვა რევოლუცია გამოიცა მას ჩემ მეუღლესთან, იმიტომ რომ სანამ შემოვიდა მანამდე რაღაცა ლაპარაკიც ჰქონდა საუბარი. სად შედგა ეს შეხვედრა? გამაბანკის შენობაში შედგა. ჩვენთან სიტყვა რევოლუცია იყო გამოყენებული ბატონი გივი თარგამაძის მიერ, რომ ამას ვაპირებთ. დიახ, ვაპირებთ და თქვენ უნდა დაგვაფინანსოთ.